აფხაზეთიდან დევლილმა 2-3 ბავშვმა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ტრადიციული სახისაა და ყოველწლიურად იმართება. მომავალში კი ტურნირის გამართვა სამეგრელოშიც იგეგმება. 2003 წლიდან საქართველოში და ევროპის და მსოფლიოს სხვა კონფლიქტურ ზონებში დაიწყო საერთაშორისო პროგრამის ფეხბურთის ღია სახალისო სკოლების პროექტის მიმდინარეობა. ჩვენ უკვე მე-12 წელიწადია მონაწილეობთ ამ პროგრამაში. ყოველ წელს 192 დევნილი ბავშვი ამ 5დღიან პროგრამაშია ჩართული. ჩვენ მადლობას ვუხდით აფხაზეთის მთავრობას ბიუჯეტში დაწყებრივი დაფინანსებისათვის, რა თქმა უნდა, ევროკავშირს, UEFA-ს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და სკანდინავიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლებიც მთლიანობაში უკვე 13 წელი აფინანსებენ ამას და საკმაოდ კარგი შედეგი აქვს ამ პროექტს. საერთაშორისო ღონისძიებას მხარს უჭერდა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი და სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების წარმომადგენლობა. ტურნირს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბიაც. აფხაზეთის ხელისუფლება ასეთ საშურ საქმეებში ღებულობს მონაწილეობას ყოველთვის. და მithumetes აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ყოველთვის გვერდში უდგას იმ ღონისძიებებს, რომელიც ეხება დევნილ მოსახლეობას, დიდს თუ პატარას და განსაკუთრებით კი პატარებს. ეს ღონისძიება არის ნამდვილად კარგი ღონისძიება, კარგი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს UEFA, მთელი ევროპა, სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ქვეყანაში იყოს ჯანსაღი სულისკვეთებით ბავშვების აღზრდა. აქ ტარდებოდა ფეხბურთი, წრეში ბურთი. მე გავიცანი ძალიან ბევრი ბავშვი და მინდა რომ მომავალშიც მივიღო მონაწილეობა. ფეხბურთი ვითამაშე, თოგები არ ვითამაშია, მაგრამ ეხლა უნდა ვითამაშოთ. კიდევ ვითამაშეთ. კარში დარტყმა. ბევრი რაღაც ვითამაშეთ, შემდეგ წავედით სხვა სექტორში, იქაც ვითამაშეთ, პოლიციელებთან ერთად გავიღეთ საგზაო ნიშნის წესები. მე ბურთით ესენი განვასახიერე, ძალიან მომეწონა, დავიყანე, მაგრამ ღირდა. ორი მეგობარი შევიძინე, ეს ჩემი ძველი მეგობარი იყო, მე კიდევ შევიძინე ახლიდან და კიდევ ბევრი ბავშვები გავიცანი ახალი ესეც. ღონისძიების მიზანი ბავშვების ფეხბურთთან დაახლოება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.